ირანმა საბოლოოდ ოფიციალურად უპასუხა დონალდ ტრამპის სამშვიდობო წინააღმდეგობას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მანამდე აშშ მეშმაკობას მიმართა და ფაქტობრივად ტრამპი გარკვეულ გარიგებაზე მიდის ირანთან, თუმცა უკვე ახალი შუამავლების, კატარის მეშვეობით. საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც კატარის პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად ეწვია ვაშინგტონს პარასკევს, დღეს კატარმა ოფიციალურად განაახლა თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი, თითქოს და დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გავლით. პირველი შეხედვით ეს ეკონომიკური სიახლეა, მაგრამ რეალურად ეს საიდუმლო დიპლომატიური თამაშის ფინალია, რადგან შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ტრამპის ფავარი მოლაპარაკე სტივენ უიტკოი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მოულოდნელად გაემგზავრნენ დახურულ შეხვედრაზე კატარის ოფიციალურ პირებთან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სწორედ პაკისტანი იკვლევდა აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მთავარ შუამავლად, მაგრამ სანამ აშშ-ში აწარმოებს მოლაპარაკებებს, ისრაელმა წაუყენა საკუთარი ულტიმატუმი ირანს და ეს უკვე მართლაც საინტერესო შემოbrunებაა. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ახლა განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმული ახტერაშია. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოდით ყველაფერს ვიგრიგობით მივყვეთ. ირანმა საბოლოოდ უპასუხა დონალდ ტრამპის მშვიდობის წინააღმდეგობას. დონალდ ტრამპის, რომელიც გაჟღერდა უკვე გასული კვირის დასაწყისში. მაგრამ რა შეიცვალა და რატომ წავიდა ირანი დიალოგზე? პასუხი იმ საიდუმლო შეხვედრების სერიაშია, რომლებიც ბოლო 48 საათის განმავლობაში გაიმართა. სანამ ვაშინგტონში ოფიციალური პირები მკაცრ განცხადებებს აკეთებენ, დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირები კულუარულ მოლაპარაკებებს მართავენ კატართან და ეს ყველაფერი რაღაც შეთქმულების სუნს ასდის. ირანის რეჟიმი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა ამაზე დათანხმებაზე. როგორც ჩანს, ზეწოლამ შედეგი გამოიღო. ირანმა პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით აშშ-ის წინააღმდეგობაზე თავისი პასუხი გააგზავნა. ოფიციალურად ახლა ძირითადი ყურადღება გამახვილებულია მოლაპარაკებებზე ომის შესაძლო შეწყვეტის შესახებ და არა ირანის ბირთვული პროგრამის შეკვეცაზე. ირანმა პირველად ოფიციალურად დააკომენტარა ამერიკული ულტიმატუმი ბირთვულ შეთანხმებაზე და მიანიშნა, რომ არ აპირებს ვაშინგტონისთვის თავისი პასუხის დაჩქარებას. ეს განცხადება გაკეთდა მკაცრი ეჭვების შემდეგ. აშშ-ში სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სიტყვის შემდეგ, რომელს განაცხადა, რომ თეირანის პასუხი უახლოეს ხანშია მოსაოდნელი. ეს იყო პარასკევს. ვაშინგტონშიც ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შემდგომი ესკალაცია და ირანის ცდელობა არმუზის სრუტის რაიონში კონტროლის გაფართოებისკენ მიუღებლად მიიჩნევა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ტრამპმა ერთი კვირის წინ გაუგზავნა ირანს თავისი მშვიდობიანი წინააღმდეგობა და პასუხს 48 საათის განმავლობაში ელოდა. მაგრამ ირანმა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ უპასუხა. მოლაპარაკებები თეირანსა და ვაშინგტონს შორის ძალიან დიდი სირთულით მიმდინარეობს. წყაროები აღნიშნავენ, რომ მხარეებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს დაახლოვონ პოზიციები ძირითად საკითხებზე, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე, სანქციების პოლიტიკასა და მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტების კონტროლზე. და საქმე იმაშია, რომ ირანის ხელმძღვანელობაში უკვე განაცხადეს, რომ მათი ქვეყანა, ყურადღება, მიაღწია მსოფლიოს 4 ზესახელმწიფოდან 1 სტატუსს. ამასთან მათ გააფრთხილეს ახალი ტიპის შეიარაღების გამოყენების მზადყოფნის შესახებ. ირანმა იგრძნო, რომ ისინი დიდ ძალად იქცნენ, ამიტომ მათთან საუბარით შესაბამისი უნდა იყოს. ამავდროულად ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა დაიმუქრა, რომ თეირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება მიიღებს მკაცრ პასუხს. მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჯერ უცნობია რა უპასუხა ირანმა ამერიკელებს. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. ერთი მხრივ, ირანმა აშშ-ს პასუხი პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადასცა. მაშინ როცა აშშ-ში მოლაპარაკებების ახალი არხი კატარის მეშვეობით დაიწყო. შაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოი შეხვდნენ კატარის პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულ რაჰმან ალ-თანის, რათა ირანთან გარიგების თემაზე ესაუბრათ. როგორც ცნობილია, აშშ და ირანი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ერთგვერდიან მემორანდუმზე ომის შეწყვეტისა და უფრო დეტალური მოლაპარაკებების საფუძვლის შექმნის შესახებ. კატარი ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხარეებს შორის შუამავლობაში, თუმცა ეს უფრო ჩრდილოვანი გზით ხდება. და მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანი ომის დაწყებისთანავე ოფიციალური შუამავალი იყო აშშ-სა და ირანს შორის, ამ დროის განმავლობაში კატარის წარმომადგენლები კულისებს მიღმა მოქმედებდნენ. წყაროების თქმით, შეხვედრა მიეძღვნა იმ გზების განხილვას, თუ როგორ შეიძლება ურთიერთგაგების მემორანდუმის მიღწევა, რომელიც ომს ბოლოს მოუღებს. ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ კატარი, პაკისტანი, ეგვიპტე, თურქეთი და საუდის არაბეთი ერთად მუშაობენ, რათა შეთანხმებას მიაღწიათ. მაგრამ საკითხავია, ერთად მოქმედებენ ისინი, თუ თითოეული მაინც საკუთარ ინტერესებს იცავს.
ერთი დღით ადრე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა სასწრაფო შეხვედრა გამართა სწორედ იმ კატარის პრემიერ-მინისტრთან შეიხ მოჰამედ ბინ აბდულ რაჰმან ალ-თანისთან. და ვაშინგტონში დიალოგის დასრულებისთანავე კატარის პრემიერ-მინისტრმა ამერიკის დედაქალაქი დატოვა. ამ შეხვედრის შემდეგ კატარმა განაცხადა, რომ მოქმედებს როგორც ერთ-ერთი სამი მთავარი საკომუნიკაციო არხიდან აშშ-სა და ირანს შორის. უკვე აღარ არის 5, ეხლა 3 დარჩა. მისი როლი კრიტიკულია სპეციფიკური მიზეზებმა. რატო? იმიტომ რომ კატარის წარმომადგენლები უშუალოდ ესაუბრებიან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის გენერლებს. სწორედ ამ სამხედროებს აქვთ გადამწყვეტი გავლენა თეირანის გადაწყვეტილებებზე მოლაპარაკებების დროს. მაგრამ იკითხავთ, სად არის ფარული გარიგება? და აქ იწყება ყველაზე საინტერესო. სწორედ მას შემდეგ, რაც კატარი ჩაერთო მოლაპარაკებებში და კატარი მოლაპარაკებებში საჯაროდ ჩაერთო, ირანმა საბოლოოდ უპასუხა ტრამპის წინააღმდეგობას. ეს პირველ რიგში. და მეორეც, სწორედ ამ კონტაქტების შემდეგ კატარმა ყველასთვის მოულოდნელად პირველად ირანთან ომის დაწყების შემდეგ შეძლო თხევადი ბუნებრივი გაზის ტანკერის გატარება ჰორმუზის სრუტეში. ეს შეიძლება მიუთითებდეს რეგიონის მიწოდებების ეტაპობრივ აღდგენაზე სწორედ ამ მოლაპარაკებების ფონზე, მაგრამ საჯაროდ ამის შესახებ არავინ საუბრობს. მაგრამ აი კიდევ ერთი დეტალი. კატარის ტანკერი თხევადი ბუნებრივი გაზით, რომელიც თვის დასაწყისში დაატვირთეს ექსპორტის ტერმინალზე რასლაფანში, კატარში, უკვე დატოვა ჰორმუზის სრუტე და ახლა ომანის ყურეში იმყოფება. გემის შემდეგი დანიშნულების პუნქტი პაკისტანია. კიდევ ერთი შუამავალი მოლაპარაკებებში. ტანკერმა გაიარა ჩრდილოეთის მარშრუტი ირანის სანაპიროს გასწვრივ, რომელიც როგორც ჩანს, თეირანთან იყო შეთანხმებული. საინტერესოა, რომ ადრე კატარმა უკვე რამდენჯერმე სცადა თხევადი ბუნებრივი აერის არმუზის სრუტით გატანა. თუმცა საბოლოოდ გემებს მაინც უწევდათ შემოbrunება. მაგრამ ამჯერად კატარის პრემიერ-მინისტრის ასეთი შატლური დიპლომატიის შემდეგ ტანკერმა მოულოდნელად მშვიდად გაიარა. ხო, სანამ აშშ-ში კატარის მეშვეობით ირანთან საკუთარ ინტრიგებს ახორციელებს, ისრაელი დამოუკიდებლად მოქმედებს. სანამ თეთრი სახლი კატარელებთან შეთანხმებებს აწარმოებდა, ისრაელის სპეცსამსახურებმა მოულოდნელი სვლა გააკეთეს. ისრაელმა პირდაპირ ერაყის უდაბნოში საიდუმლო სამხედრო მხარდაჭერის ბაზა შექმნა. ბაზა მდებარეობს ზონაში, რომელიც ირანელების გადაადგილების სრულად კონტროლის საშუალებას იძლევა. და რაც ყველაზე მთავარია, აძლევს შესაძლებლობას თეირანის ბირთვულ ობიექტებზე მკისიერი დარტყმა მიაყენონ საჰაერო თავდაცვის სისტემების გვერდის ავლით. ფაქტობრივად ისრაელი მკაფიოდ აჩვენებს, შეგიძლიათ რაზეც გინდათ იმაზე შეთანხმდეთ, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მიზანში გვყავს მთელი ირანი. მეგობრებო, აქ სამწერტილს დავსვამ. მაგრამ მინდა მაშინვე შევახსენო ამ YouTube არხის უკრაინულენოვან აუდიტორიას, რომ მე მაქვს სრულიად ახალი, მხოლოდ უკრაინულენოვანი YouTube არხი, სადაც ყოველ საღამოს ვაჯამებთ გასული დღის შედეგებს, განსაკუთრებული ყურადღებით უკრაინულ დღის წესრიგზე. ამიტომ დავტოვებ ბმულს ამ ვიდეოს მიმაგრებულ კომენტარში და ამ გამოშვების აღწერაში. ბმულს ახალ უკრაინულენოვან YouTube არხზე. გადადით, გამოიწერეთ თუ გსურთ იხილოთ სიახლეები უკრაინულ ენაზე. ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრიანი აზრი, თქვენი დასკვნები და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ეს არხიც. დაალაიქეთ ეს გამოშვება და თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით, პულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. სულ ეს იყო, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.